ეხება ჩვენ შემდეგ თემას, ის ეხება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაცხადდა და ამ ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მათი საჯარო შეხედულებების გამო მოხდა. აღნიშნულს რამდენიმე დღის წინ პარლამენტარი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, წარმოუდგენელია, რაღაცას ვაკეთებდე, ხელფას ვიღებდე და საიდანაც ხელფას ვიღებ, იმ უწყებას ვებრძოდე. ანუ შენი ახმით რაღაც საზღარ რუსულ დაწესებულებაში ზიხარ, შენახქვაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მე ქუჩაში გადიხარ და პუტინს მსახურებას გარედან აპროტესტებ. ჩემი აზრით ეს ამორალურია. ესე უკვე სხვა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. რა პროცესით აღნიშნული ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით იმის გამო დაიწყო, რომ მათ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ბატონი მდინარაძის თქმით, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ჩათვლის, რომ კვლევითმა ცენტრმა აუთსორსად მშვენივრად შეიძლება იმუშაოს, ის ასეთ გადაწყვეტილებას დათანხმდებოდა, ეს მინიშნებასაც აკეთებს ბატონი მდინარაძე თავისი გამოსვლის ბოლოს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ეს პასუხი იყო იმ ინფორმაციაზე, რასაც ახლა გეტყვით, რომ 2025 წლის 21 იანვარს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ ჩატარებულ თათბირზე კვლევითი ცენტრის სხვა თანამშრომლების თანდასწრებით ძალიან ისე მკაფიოდ და აქცენტირებულად იყო გაცხადებული, რომ იმ 5 ადამიანის გამო, რომლებიც ღიად გაემჯდნენ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების შესახებ და პროცესის გადადების თაობაზე დაგმეს მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევა პარლამენტის ხელმძღვანელობა მიიღო პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება და ამ პროცესს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორიც ღირსეულად გაუძღვებოდა. ეხლა პირველ წყაროდან მივიღებთ ინფორმაციას, სტუდიაში მობრძანება ვთხოვეთ ნინო ლეჟავას. ნინო გახლავთ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის საერთაშორისო პრაქტიკის კვლევების განყოფილების კვლევარი და ჩვენთან ერთად ასევე არის მარიამ ჩაჩუა. მარიამი საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ანალიტიკური კვლევების განყოფილებას ხელმძღვანელობს. ცხადია თუ პარლამენტის ან ამ ცენტრის ან ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონეს მომავალში სურვილი ექნება გამოთქმისა აზრისა ამ თემაზე მზადა ვართ მათ დაუთმოთ ეთერი. დილამშვიდობისა. გამარჯობა. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო შემდეგით. რას წარმოადგენს ეს კვლევითი ცენტრი? ეს საზოგადოება მინდა იცოდეს, როდის დაარსდა ის, ან თუ გნებავთ რომელი პარლამენტის თავმჯდომარის პირობებში დაარსდა და რა დანიშნულებით. ნინო, ბრძანე. პირველ რიგში დიდი მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის. პარლამენტის კვლევითი ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, როგორც საპარლამენტო ცხოვრებისთვის, ისე ქვეყნისთვის. პარლამენტის კვლევითი ცენტრი, როგორც სიპი, დაარსდა 5 წლის წინ. და დაარსების მთავარი იდეა იყო ის, რომ კვლევითი ცენტრის სტრუქტურა ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვინაიდან მანამდე ეს იყო პარლამენტის სტრუქტურის უშუალო შინაგანი ნაწილი, დეპარტამენტი იყო კვლევითი. ანუ არ იყო სიპის ფორმით და არსებობდა როგორც შიდა ერთეული. დიახ, თუმცა მიიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კვლევითი ცენტრი გაცილებით ეფექტიანად იმუშავებდა, თუ მას ექნებოდა გარკვეული წილის დამოუკიდებლობა როგორც სიპს. ამიტომ გატარდა რეფორმა და ხელახლა ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ერთეული. ამაში ბუნებრივია ჩადებული იქნა ჩვენი ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსები და არა მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ბიუჯეტიდან, იქნება ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ უშუალოდ თვითონ ევროკავშირი. ანუ დონორები მიესალმენ გარკვეულწილად აი ამ ფორმატის შეცვლას, სიბზე გადასვლას და მათ ინვესტირება დონორული თანხებითაც გააკეთეს. დიახ, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობდით როგორც გაეროსთან, ისე ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან. ნინო, რისთვის თანამშრომლობთ, რა ტიპის კვლევებს აკეთებდა და აი თუ შეიძლება რო აგვიხსენოთ ვერტიკალი, ანუ როგორ მოდიოდ თქვენგან მიდიოდა საინტერესო თემები, რომელზეც დასტური კეთდებოდა პარლამენტის ხელმძღვანელობისგან, თუ ზემოდან ქვემოთ იყო გარკვეულწილად დავალებები, აი რა ტიპის კვლევებზეა საუბარი? მთავარი იდეა პარლამენტის კვლევითი ცენტრის მოქმედების და ამოცანა, ასე რომ ვთქვათ, იყო და არის ის, რომ პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა, როგორც გარკვეული დამოუკიდებლობის მქონე სტრუქტურამ, პარლამენტის სუბიექტებს მიაწოდოს კვლევა, რომელიც არის ფაქტებზე დაფუძნებული, რომელიც არის მიუკერძოებელი და რომელიც ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაეხმარებათ, რომ მაქსიმალურად
მინიმალურად დიდი სურათი ქონდეთ შესწავლილი, მანამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ კუთხით ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ და ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორი არის ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ქვეშ მოქმედი კვლევითი ორგანიზაცია. ეს არის ევროკავშირის საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი ECPRD. რომელთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, რომ შევისწავლოთ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკები ამა თუ იმ მიმართულებით, გავცვალოთ ინფორმაცია მათი საკანონმდებლო ჩარჩო როგორ გამოიყურება, ჩვენ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი, ან ჩვენ რა შეგვიძლია მათ შევთავაზოთ როგორც ინოვაცია და ეს თანამშრომლობა არის ძალიან წარმატებული. დღესაც ანუ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება, რაიმე ტიპის ინიციატივა, რომელიც პარლამენტში იგეგმება, მან შეიძლება წინასწარი ანალიზი გაიაროს, ერთგვარი RIA-ს მიმართულება, როგორც არსებობდა თქვა კონკრეტული ზემოქმედებისა სხვადასხვა თემებზე, ეს არის ძირითადი დანიშნულება ცენტრისა. ერთ-ერთი მთავარი, როგორც გავიგე. და ის არსებობდა 5 წლის განმავლობაში. ანუ გამოდის, რომ ბატონი პაპუაშვილის დროს არის შექმნილი, ხო? იდეაში ეგრე ემთხვევა. ეს ინიციატივა მოდის ქალბატონი ჩუგოშვილისგან. თამარ ჩუგოშვილის? დიახ, საერთოდ მე პირადად კვლევით ცენტრს 2020 წელს შევუერთდი, მანამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიყავ გენერალურ შტაბში, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ვმუშაობდი და ამავე მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის გასაგრძელებლად გავიარე კონკურსი და გადმოვედი პარლამენტის კვლევით ცენტრში. მათემატიკა რო გაგრძელებულიყო ამ კვლევით ცენტრში. დიახ, სწორედ ამიტომ რომ ჩავთვალე, რომ პარლამენტი არის უმაღლესი საზედამხედველო ორგანო, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დიდ სიტყვას ამბობს ამ ქვეყანაში. ასევე იდეა ბატონ გიორგი ხელაშვილი იყო პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი მაშინ და იდეა ის პარლამენტარი ხო თავის დროზე? დიახ, თავის დროზე. რომელიც დღეს არის ჩვეველი პარლამენტის თავმჯდომარისა. სტატუსით ესეა? თუ მეშლება? მე მგონი ახლახან გადაინიშნა უკვე სხვა თანამდებობაზე ისევ პარლამენტში, მაგრამ დაზუსტებით შეცდომაში რომ შეგიყვანოთ, ჯობია გადავიდეთ. მაგრამ პარლამენტარ გიორგი ხელაშვილს. დიახ, ბატონ გიორგიზე ვსაუბრობთ და იდეა იყო, რომ პარლამენტის კვლევითი ცენტრი უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი ცენტრის მსგავსი ინსტიტუტი, თქვენ მოგეხსენებათ რამდენად შესანიშნავი და ხარისხიანი, ეფექტიანი სტრუქტურა არის ეს ამერიკის ფარგლებში. ეს იყო მთავარი იდეა, რითაც აღფრთოვანებულები ვიყავით თავის დროზე ყველანი და მოწადინებულები, რომ მსგავსი ტიპის ეფექტიანი მექანიზმი შეგვექმნა. ამბის დაწყებიდან ვიდრე დღემდე ძალიან ბევრი რამ თქვა, პრინციპში შესავალშის გადმოვეცით დღევანდელი სტატუს კვო. ამ კვლევითი ცენტრისა რა არის, აი ამაშიც რომ გამარკვიოთ, შეიძლება რეორგანიზაცია მიდის, ლიკვიდაცია მიდის, აუთსორსზე გატანას აპირებენ, ანუ არის გამოწყორცნილი იდეები და საზოგადოება თქვენ გხედავთ. რადგანაც ჩვენ დავექვემდებარებით პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ჩვენ ვალდებულები ვართ ვენდოთ ხო მის სიტყვას და მის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას. 21 იანვარს ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ, რომელიც არის პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, შეგვკრიბა ქალბატონი ქარდავა? ეკატერინე ქარდავა. საჯარო სამსახურის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი. ეს დეკლარაციები და ყველაფერი ეყრის. კი ბატონო. შეგვკრიბა და გამოგვიცხადა, რომ სხვა მიზანი ჰქონდა ამ შეკრებას, თუმცა შეკრების ბოლოს გამოგვიცხადა, რომ სწორედ ჩვენი 5 ადამიანის აქტიურობის გამო, რომლებმაც გავავრცელეთ ეს ღია განცხადება და დავგმეთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე ის არაპროპორციული ძალადობა, რაც იქნა გამოყენებული და ასევე ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდეს და ამის შემდგომ უკვე რაც მოყარო ეს რეპრესიული აქტი მიიღეს, შეიტანეს ცვლილებები, რომელიც აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია. აი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ მიღებული იქნა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. ამის შემდგომ უკვე რას პასუხობენ ეს დეპუტატები, ჩვენ არ ვიცით, კი ვრცელდება ეს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი პირველი წყარო არის ქალბატონი ეკატერინე ქარდავა, რომელმაც გამოიყენა ტერმინი ლიკვიდაცია. ლიკვიდაცია საერთოდ განსხვავებული არის რეორგანიზაციისგან, განსხვავებულია რეფორმისგან, შესაბამისად, რადგანაც ჩვენ ვექვემდებარებით ჯერჯერობით დირექტორს, ჩვენ ვენდობით დირექტორის. თქვენი სტატუს კვო რა არის, მარიამ ნინო? და კიდე თქვენი სამი კოლეგისა, რომ ისტორია სამი კოლეგა, ხო კიდე თქვენი, რომელიც აპროტესტებდა ამ თემას. ჩვენ ჯერჯერობით
რჩებით, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. და იურე დე ფაქტო წინასწარ ინფორმაცია გაქვთ, რომ რჩებით. არა. ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს ინფორმაცია, ბატონო. იმიტომ რომ აი ამ თვითონ ინფორმაციის რომელ ინფორმაციას უნდა დავეყვნოთ ახლა მარიამმა რაც ისაუბრა. მარიამმა ბრძანა, თათქვიში დაესწრო. დიახ, რა თქმა უნდა, უშუალო დანარჩენი ხელმძღვანელი. იდეებია. კი ბატონო, რასაც პარლამენტარები უშუალო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოხდება ლიკვიდაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ფორმალურად შეგვატყობინებენ, გავგაგებინებენ თარიღს, რა როდის განხორციელდება, აი აქედან გვეცოდინება ჩვენც როდის ვიქნებით უკვე ამ სტრუქტურის გარეთ. მარიამ, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ ამ თემით და თქვენ თუ გქონდათ კომუნიკაცია და ამზადებთ თუ არა, ასე ვთქვათ, იურიდიულ მხარდაჭერას იმ თქვენ შესაძლო პროტესტიდან გამომდინარე იმ შესაძლო თამდევ პროცესებზე, რაც შეიძლება მოყვეს ამას. პრინციპში ჩვენ, როდესაც ამ ღია განცხადებას ვაწერდით ხელს, ჯერ კიდევ 30 ნოემბერს უკვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა სახის პასუხები მოყვებოდა ამას და ამიტომ დავიწყეთ კიდეც მზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის. ჩვენ გავლილი გვაქვს ყველანაირი საკითხი იურისტებთან და სხვათა შორის ეს ჯერ კიდევ დეკემბრის პერიოდში მოხდა ჩვენს მიმართ დისკრიმინაციული ქმედება და ამაზე უკვე გქონდა რეაგირება და საქმის შესწავლა მიმდინარეობს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დეტალებს ამაზე არ ვისაუბრებ. შესაბამისად გვაქვს იურისტებთან კონსულტაცია, როგორც კი გვექნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რა თქმა უნდა, დავიწყებთ დავას, როგორც საერთო სასამართლოებში, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში და სულ საჭირო გახდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო სამართლებრივ. მე არ შეგიძლიებით რახან თქვენ დათქმა გააკეთეთ დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ 30 ნოემბრის ხელმოწერის შემდეგ მიღმა იმისა, რომ თქვენ იცოდით, რაზეც აწერდით ხელს, გავიდა საკმაოდ დიდი დრო, თითქმის თვენახევარი, ვიდრე ჩატარდა ეს თათბირი, სადაც ოფიციალურად გაჟღერდა ქალბატონი ქარდავას მხრიდან შესაძლო გადაწყვეტილება, მოდი ესე ვიტყვი. მანამდე ამ თემასთან დაკავშირებით იყო თუ არა რაიმე ტიპის უხერხულობა, ან დისკომფორტი, რომელსაც სამსახურში გრძნობთ, რადგან თქვენ არ შეერთები ხართ პროტესტს, ასე ვთქვათ, იატაკ ქვეშ. ეს პროცესები საქართველოში არ მიმდინარეობს, საჯაროა ყველაფერი და ამან გამოიწვია თუ რა რაიმე უხერხულობა თავად ამ ცენტრში. ნინო. დაგეთანხმებით, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენ რომ როცა ხელს ვაწერდით ამ ყველაფერს, ვიცოდით, რომ ამას ექნებოდა ემოციური თამდევი ფაქტორებიც მოყვებოდა თან, ასე რომ ვთქვათ. ხელმოწერის შემდგომ, როდესაც ჩვენ დისტანციური მუშაობის რეჟიმიდან დავბრუნდით პარლამენტის კვლევით ცენტრში, საკმაოდ მკაფიო იყო სხვაობა ჩვენსა და ჩვენს ხელმძღვანელს შორის შეხედულებებში და ურთიერთობის ფორმაშიც, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენმა ხელმძღვანელმა ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ასევე უხერხული მდგომარეობა იყო უშუალოდ თანამშრომლებს შორის. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ შეიძლება სხვა თანამშრომლებიც იდეურად გვეთანხმებოდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ. შესაძლოა სხვა თანამშრომლები არ გვეთანხმებოდნენ და ეს ბუნებრივია. ჩვენი მოთხოვნა არ არის, რომ ყველა ერთ აზრზე იყოს პირიქით, ყველას აზრს პატივს ვცემთ. თუმცა ეს უხერხულობა და დამატებითი სტრესი ნამდვილად იგრძნობოდა და იგრძნობა. ნაკლებ სტრესს და მალე მე გარკვეულობას გისურვებთ და ყოველთვის როგორც თქვენ ისევე ჩვენი შეთავაზება რომ ნებისმიერი მხარისთვის ჩვენ მზადა ვართ რომ დავუთმოთ თემა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაციის შესახებ არ ვიცი რა ფორმაზე ჩამოყალიბდებიან როგორც კი მეტი გვეცოდინება ამის თაობაზე აუცილებლად მოგახსენებთ მანამდე მადლობას ვეთქვი ნინო ლეჟევას ნინო გახავთ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის საერთაშორისო პრაქტიკის კვლევების განყოფილების კვლევარი ამ სტატუსზე დღეს შემიძლია ესე ვილაპარაკო იურისტი არა ვარ მაგრამ ეს არის ის სტატუს კვო რაც აქვს ასევე მარიამ ჩაჩუას რომელიც საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ანალიტიკური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელია დიდი მადლობა მობრძანებისთვის მადლობა